მოცემული მაქვს რიცხვი 235. და მოდი, კარგად გამოვიკვლიოთ რა არის ეს რიცხვი, რა უნდა ვისთანაა, რას წარმოადგენს საერთოდ. ცოტა ჩავეძიოთ. ესე იგი, რა არის აქ ხუთიანი, რას წარმოადგენს აქ ხუთიანი? ხუთიანი სადაა? არის ერთეულების ადგილას, ხო? ესე იგი, აქ არის აქ შემოკლებით ერთების დავწერე. ერთეულების ადგილი არის ეს. ერთეულების თანრიგი სხვაგვარად. ეს არის სამიანი, სამიანი რას ამბობს? სამიანი ამბობს, რომ მე ვარო ათეულების ადგილასო და აქ არისო 3 10-იანი. 10-იანი. ანუ 3 ცალი ათეულია აქ. აქ ერთიანები, აქ ათიანები. მოდი ესე არ დავწერთ. ისედაც მიწერე რომ 3 10-იანია. უბრალოდ დავწერე რომ აქ არის 10-ები. 10-ები. და შემდეგ ეს ორიანი ამბობს რომ მე ვარო ასეულების ადგილასო და აქ არის 2 ცალი 100-იანი. ანუ ასეული. შემოკლებით ვწერ 100-იანი. ესე იგი 2 100-იანი, 3 10-იანი და 5 ერთიანი. ეს არის 235. სხვაგვარად ეს იგივეა რაც 200 დამატებული 30, ხო? 200 დამატებული 30 და ამას მეცადე. უკეთ დავწერო და ამას დამატებული 5. აი ეს არის 235. კი ბატონო. აქამდე რასაც ვლაპარაკობდით და რაშიც კი გვიხსენებია ეს რიცხვი, ესეთი რიცხვები. ყველაზე მცირე თანრიგი გქონდა ხოლმე ერთეულები. მაგრამ მოდი ახლა განვავრცოთ ჩვენი ცოდნა და გადავიდეთ კიდევ უფრო მცირე თანრიგებზე. ანუ შემოვიღოთ 10 წილადის წერტილი, აი მას ეწოდება 10 წილადის წერტილი და თუ თქვათ ერთეულების მარცხნივ ზრდიდით თანრიგებს 10-ზე მომრავლებით და ვიღებდით 10 ათეულებს, ასეულებს, 1000-ეულებს ასე შემდეგ. მარჯვნივ რაც უფრო წავალთ, მით უფრო შევამცირებთ, ანუ გავყოფთ 10-ზე და მივიღებთ მაგალითად აი ამ თანრიგს თქვათ აქ 4-იანი რომ ეწეროს. ეს იტყოდა რომ აქ არის 4 ცალი 1 მეათედი. ანუ მეათედები. ანუ 4 ცალი 1 მეათედი. ესე იგი ძალიან საინტერესო იდეაა ეს მათემატიკაში რომ შეგიძლია ნებისმიერი რიცხვი კიდევ ასეც განიხილო აქეთ მხარეს მიუწერო ასე ვთქვათ რიცხვები. ნუ ცხადია 235-ის შემთხვევაში მარჯვნივ უბრალოდ ნულები არის და ამიტომ არავინ არაფერს არ წერს ამ ნულებიდან, ხო? არა, საჭირო. მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ზოგადად რიცხვების ესე გავრცობა რომ შეგიძლია 10 წილადის ფორმით აი ესე ჩაწერო არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ. და მაშინ 235.4 რომ მქონდეს აქ. ანუ 235.4 მეათედი რომ მქონდეს აქ 4 ცალი მეათედი. მაშინ ეს იქნება ასეთი ჩანაწერი. ანუ ამას კიდევ რა დაემატება? ამას დაემატება 4 ცალი მეათედი. ანუ 4 მეათედი. აი ეს არის მთელი იდეა 10 წილადის წერტილის მარჯვნივ თანრიგების შემოღების. და მაშინ ამის ჩანაწერი სხვანაირად უკვე არა 10 წილადურად იქნებოდა შერეული სახით ასეთი. 235 მთელი და 4 მეათედი. აი ესეთი იქნებოდა ჩანაწერი თუ 10 წილადის ნაცვლად შერეული წილადის სახით დავწერდით. ხო, მოდი კიდევ გავაკეთებ, კიდევ ვისაუბრებ ისეთ რიცხვზე, რომელსაც აქვს 10 წილადის წერტილის მარჯვნივას რაღაც თანრიგები დაკავებული, ვთქვათ, მაქვს 0 მთელი, ვთქვათ, მაქვს 0 მთელი და 76. 76. ახლა რას მეუბნება ეს რიცხვი? ნუ, ეს რიცხვი მეუბნება, რომ აქ არის ერთები შემოკლებით, ანუ ერთეულების თანრიგია ეს, მაგას ვამბობ. შემდეგ, აი ახლა ეს თანრიგი რას ამბობს? ეს თანრიგი ამბობს, რომ ეს არის მეათედების თანრიგი, ანუ 1 გაყოფილი 10-ზეების თანრიგი. და აქ არის 7 ცალი 1 მეათედი. ანუ ეს არის 1 მეათედების, ანუ მეათედების თანრიგი. და შემდეგ მოდის 6-იანი. ეს 6-იანი ამბობს, რომ მე ვარო ასეულები რა. მეასედების თანრიგი, ანუ კიდე 10-ზე არის გაყოფილი. კიდე 10-ზე არის გაყოფილი და არის, მოიცა იგივე ფერით დავწერო, არის 1 100-თან ების თანრიგი. აი ესეთი რაღაცა. ანუ აი ეს როგორ შემიძლია ჩავწერო ახლა? ეს შემიძლია ჩავწერო ჯამის სახით ასე. 0 ერთიანი ამას დამატებული 7 მეათედი. მოდი ამასაც სიტყვიერად დავწერ. 7 მეათედი და ამას დამატებული შემდეგ 6 მეასედი. მოდი ახლა ამას რიცხობრივადაც განვავრცობ უფრო. განვავრცობ რა რიცხობრივად ჩავწერ იგივენაირად. განვავრცობ არა. 0-ს დამატებული 7 მეათედი, ანუ იგივეს ვწერ, ფერი აურეო ოღონდ, არა უშავს. 0-ს დამატებული 7 მეათედი. 7 მეათედი და ამას კიდევ დამატებული 6 მეასედი. 6 გაყოფილი 100. აი ესეთი რიცხვია. ამის რამე უკეთესი ვერსია ხო არ გაფიქრდებათ შემთხვევით. მაგალითად როგორ შეიძლება ჩავწერო ეს წილადის სახით. როგორ შემიძლია ჩავწერო და შემიძლია ჩავწერო ასე. 70 რომ გავყო 100-ზე. ხომ იქნება იგივეად 7 გაყოფილი 10-ზე. ან სხვაგვარად ასე გეტყვით. 7 მეათედი ხომ მაქვს. ხო შემიძლია მრიცხველიც და მნიშვნელიც გავამრავლო 10-ზე და არაფერი არ შეიძლება ამით.
ზემოთ მექნება 70, ქვემოთ მექნება 100. მაშინ მექნება 70 მიასეთი, რომელსაც დავუმატებ 6 მიასეთს და შედეგად მივიღებ 76 მიასეთს. ანუ 0.76 მიასეთი, რომელიც მე აქ ზემოთ დავწერე, ხო? სიმძლავრე შეიძლება 76 მიასეთი წილადის სახით. ეს იყო და ეს.